ხაშურში მეორე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის მიხედვით მოეწყო საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად განხორციელდა ენერგოეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამუშაოები. სახურავისა და კედლების დათმუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. დავით კაკიაშვილის სახელობის საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზე არის გათვლილი. აღნიშნული სკოლა 1927 წელს, ხოლო მისი ერთი ფლიგელი 1970 წელს აშენდა. მას შემდეგ კი სკოლას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა გადაუდებელ რეაბილიტაციას. ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის მეორე საჯარო სკოლა. 100-წლოვანი სკოლა, ითვლის თავისი არსებობის 100 მეტ წელს. ძალიან ტრადიციული და ძველი სკოლა, თავისი, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით. შენობა საკმარისად ძველი იყო, ინფრასტრუქტურა მოძველებული. ამიტომ მოხდა სკოლის სრული რეაბილიტაციის პროგრამაში ჩასმა. 2024 წლიდან დაიწყო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკოლა გაყვანილი იქნა ალტერნატიულ ფარდში, მეხუთე საჯარო სკოლაში. კომპანია, რომელიც ემსახურებოდა სკოლის სრულ რეაბილიტაციას, არის კომფორტი 21 და სკოლის მშენებლობა დააფინანსა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. ამჟამად რემონტი უკვე დამთავრებულია, ჩაბარებულია შენობა, თუმცა რჩება გარკვეულწილად ახლა ინტერნეტის შეყვანა ჯერ სკოლაში არ არის, თუმცა გაკეთებული ამაზე განაცხადი. ელოდებიან შესაბამის სამუშაოებს, ასევე ვიდეო სათვალთვალო კამერები არ აქვს სკოლას ჯერჯერობით, თუმცა რა თქმა უნდა აქაც გაკეთებულია განაცხადი და ელოდებიან შესაბამის სამუშაოების ჩატარებას და ფიქრობ და ვგეგმავთ სექტემბრიდან რა თქმა უნდა გაიხსნება სკოლის შენობა საზეიმო ვითარებაში და მოსწავლეებს სკოლა მიიღებს უკვე ახალი სასწავლო წლიდან. ადმინისტრაცია, ტექპერსონალი, სკოლის დირექცია ზაფხულში იმუშავებენ ახალი სკოლის შენობაში. ახალი სკოლის შენობა გათვლილია 440 მოსწავლეზე. ამჟამად სკოლაში სწავლობდა სასწავლო წლის ბოლოს 393 მოსწავლე. ნუ რა თქმა უნდა, მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა რაოდენობამ დაიკლო, თუმცა როგორც არის ხოლმე, ახალი რეაბილიტირებული სკოლა და ლამაზი ინფრასტრუქტურა ყოველთვის ხიბლავს მშობლებს და მე-12 კლასი არის ერთი გამსვლელი და უკვე ორი პირველი კლასი კომპლექტდება, იმდენი მსურველი გაჩნდა უკვე სკოლაში და სკოლა მიიღებს ორ პირველ კლასს.